თქვათ პრეზიდენტის სასამართლოსთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია რომ კიდევ ერთხელ უბრალოდ ვფიქრობ, რომ 4 თვე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბრიუსელს მის საელჩოს დაეგმო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმი და გამიჯნოდა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ვერც ერთი და ვერც მეორე ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავასვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ დუმილი, ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვიზიარებენ ამით 4 ოქტომბრის ძალადობასთან და სასახლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით. პრინციპში და აღნიშნეთ მეც კიდევ ჩემს განცხადებაში, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ შეკრებამდე, რომელიც იგეგმებოდა როგორც ნეპალის გამეორება, ანუ სისხლიანი დამხობა ხელისუფლების, ამ შეკრებას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა 4 თვის თავზეც არავინ არ გამიჯვენია პრეს-სპიკერის ამ განცხადებას, შესაბამისად შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ევროკომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა თავის დროზე 4 ოქტომბრის დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. და შესაბამისად და არა მხოლოდ ეს, არამედ თავად 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობის მიმდინარეობისას პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის პარალელურად ჩვენ გვესმოდა ევროპიდან შეგულიანება და მხარდაჭერა შიდა ტერორისტების ევროპარლამენტარის მხრიდან, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან და მათ შორის მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ ჩვენ პირდაპირ მხარდაჭერა შიდა ტერორისტების მიმართ, რომელიც ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის პოზიცია დღეიდან, ჩვენ აღარ მოვითხოვ არანაირ დაგმობას და გამიჯვნას და ეს პერიოდი ვცდილობდი, რომ რაიმენაირად მიმეთითებინა ევროკავშირის საელჩოსთვის, მიმეთითებინა ბრიუსელისთვის, რომ აზიანებენ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, იმით რომ არ ემიჯნებიან და არ გმობენ ამ ძალადობას. დღეს იქით შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს არის პოზიცია, რომ ძალადობა, ზიზღი და ექსტრემიზმი ეს არის სწორედ ბრიუსელის პოზიცია საქართველოში პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, გუშინ თქვენი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან გაჟღერდა, რომ სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება. ეს არის უკვე საკანონმდებლო ინიციატივა, იდეის დონეზე განიხილება, იმიტომ რომ გვახსოვს თქვენ საუბრობთ გერმანიის მაგალითზეც, მათ შორის, რომ იგივე პროცესი გერმანიაში სულ ცოტა ხნის წინ იყო. აი რა შეგვიძლია თქვათ? ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები ემსახურება, ეს არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის და ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ამიტომ რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ხდება პრობლემული ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ამ საკითხს ვაწესრიგებთ. ერთ-ერთი ეს იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული და რომელზეც რა თქმა უნდა ვფიქრობთ, არის ის, რომ ექსტრემიზმი იყოს მკაფიოდ ექსტრემისტული ზოგადად ესეთი მიდგომები იყოს მიდგომებს დაერქვას თავისი სახელი და ჩვენ გვაქვს ამ მხრივ მაგალითი გერმანიის შემთხვევაში, სადაც ერთ-ერთი ფაქტობრივად იდენტური სიტუაცია. შეგახსენებთ, რასთან გვაქვს საქმე, ეგრეთ წოდებული რაიხსბიურგერების მოძრაობა, რომელსაც სხვა ჩვენს 20,000 მიმდევარი ყავდა. იუსტიციის მინისტრმა, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა, 4 კაცი დაიჭირეს, თუ არ ვცდები, მათ შორის ხელმძღვანელი. და რატომ? რა ხდებოდა იქ? რა არის ბრალდებები ამ მოძრაობის მიმართ? ბრალდება არის, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს და იქ ადამიანი ამომდარ ის იყო მეფე გერმანიის. ჩვენ ყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამობს არის პრეზიდენტი საქართველოსი, პრეზიდენტის სტანდარტი უდგას ხოლმე. მასთან კარგია რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა ჩვენ გვახსოვს კადრები, სადაც მასთან მიდიოდნენ ელჩები და პრეზიდენტის სტანდარტი ედგა თვითმარქვია პრეზიდენტს. ასე რომ ზუსტად იქ არის მეფე, აქ არის აქაც პრინციპში მეფობას უსს ალბათ სავარაუდოდ, სადაც ამაზეც არაერთხელ გვითქვამს და ადამიანი, რომელიც ამომსვე ის არის პრეზიდენტი.
მათ შორის გერმანიაშიც იყო ეკონომიკური სისტემის, საფინანსო სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოქმედება, გადასახადების არ გადახდა და მოწოდება არ გადაიხადონ. საქართველოშიც იგივე გვესმოდა ჩვენ, რომ არ გადაიხადოთ გადასახადები, ეს მოწოდებების გვახსოვს. პარალელურ სტრუქტურები, იქ იქნებოდა რაღაც თავისი დარბაზები, აქაც ცდილობდნენ პარალელური პარლამენტის შექმნას, დარბაზების შექმნას და ასე შემდეგ. ძალადობა და მუქარა გერმანიაში და მე ვციტირებ რა ხდებოდა გერმანიაში მუქარა მოსამართლეების მიმართ, მუქარა პოლიციელების მიმართ, საჯარო მოხელეების მიმართ. საქართველოში ჩვენ ხო არ გვახსენდება მუქარა მოსამართლეების მიმართ, პოლიციელების მიმართ და საჯარო მოხელეების მიმართ. ამიტომ ძალიან მე იმის თქმა მინდა რომ ექსტრემიზმი ზოგადად არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპაში, ამერიკაში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ყველა სახელმწიფო ამას ებრძვის. და შესაბამისად ჩვენს ექსტრემისტულ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, ამას რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგულაციები მაგალითად ხელისუფლების დამხობის ცდილობასთან დაკავშირებით, მოწოდებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ საბოტაჟთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის სისტემა, რომელიც ეყრდნობა თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს, როდესაც დემოკრატიას აქვს უფლება და არის ვალდებული სახელმწიფო რომ დაიცვას დემოკრატია, რომელიც ქვეყანაში არის და ამიტომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება ეს მიდგომები. ვნახოთ ჩვენ ამაზე ვსჯელოთ და ვნახოთ ჩვენ ეს უყურეთ კიდევ ერთხელ არა რა თქმა უნდა ეს არ ეხება პერფორმანსებს და რაღაც ექსცენტრიულ ქმედებებს. ახლა ვიღაცა რაღაცა განაცხადა, თქვა და ეს რა თქმა უნდა პერფორმანსებს, ექსცენტრიულ ცდილობებს არ ეხება. ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, გააზრებულ მიმდინარეობას, მიმართულებას თუ ასე შემდეგ, რომლის მიზანი არის, რომ საზოგადოების ნაწილი ან მათი მომხრეების ნაწილი ან მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, სახელმწიფო გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, ეს იდეოლოგია ჩაუნერგონ, ისე როგორც გერმანიაში ურეგავდნენ ამ იდეოლოგიას, ჩაუნერგონ იდეოლოგია, რომ კონსტიტუციური ორგანოები არ არსებობს, პრეზიდენტი არ არსებობს, პარლამენტი არ არსებობს, კანონები არ არსებობს, არაფერი არ არსებობს და ხელისუფლება თუ ძალაუფლება არის და ესეც მათი ტერმინოლოგიები რო არის, ძალაუფლება არის ქუჩაში და საჭირო უბრალოდ ხელი მოუკიდოთ და ავიღოთ. აი ამან მიიყვანა ეს ხალხი 4 ოქტომბრამდე, ზუსტად ამ ექსტრემიზმის მხარდაჭერამ, ამ იდეოლოგიის გატარებამ, რომ არ არსებობს პრეზიდენტი, რომ ადამიანი, რომელმაც თავისი ლეგიტიმაცია თან წაიღო სასახლიდან, როგორც მან ეს თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომ მან თან წაიღო ლეგიტიმაცია, თავისთან ერთად წაიღო ლეგიტიმაცია, ამაში დაარწმუნა, თქვან, რომ სინამდვილეში პრეზიდენტი არ არსებობს და ამიტომ შეიძლება რომ თავს დაესხა პრეზიდენტის რეზიდენცია და სხვათა შორის ეს დღეები მე არაერთხელ აღვნიშნე ესტონეთში რეგისტრაციის ხალხსქემაში ჩართულ საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო ასე ვთქვათ ერთ-ერთი განცხადება რომ ნახოთ საუბრობენ იქაც ღობის საქმეზე, სასახლის ღობის საქმეზე, ესეც ზუსტად ეს იდეოლოგია არის, ექსტრემისტული იდეოლოგია, რომლის მიზანი არის რომ გაჩვენონ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ინსტიტუტზე კი არ მოხდა თავდასხმა და კი არ იყო მცდელობა რომ მიეტაცებინათ პრეზიდენტის ინსტიტუტი და ხელისუფლება დაემხოთ, არამედ არის უბრალოდ ღობეზე თავდასხმა. აი ეს იდეოლოგია, რომელიც ბრიუსელის დაფინანსებით ხორციელდება, რაც მთავარია ხალხს უსაუბრ, ბრიუსელის დაფინანსებით, ეს იდეოლოგია მკვიდრდება, რომ ეს 4 ოქტომბერს იყო არა პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა, ხელისუფლებაზე თავდასხმა, არამედ ღობეზე თავდასხმა. ვინც დაარღვევს ჩვენ ნახოთ ალგორითმი უბრალოდ ხოლისა კიდევ ჩვენ უბრალოდ ხოლისა ეს იდეა ნახოთ რა ფორმულირებით იქნება და
როგორ რას გადაწყოთ საბოლოო ჯამში პარლამენტში, თუმცა იდეის მიზანი არის კონსტიტუციური წყობის დაცვა და დემოკრატიის დაცვა. თავდაცვითი დემოკრატია გულისხმობს, რომ დემოკრატიამ უნდა დაიცვას თავი ექსტრემიზმისგან და დაიცვას თავი მათგან, ვინც ცდილობს, რომ გააუქმოს დემოკრატია. და ეს მიმართულებები, პარალელური სტრუქტურების შექმნა, პარალელური პარლამენტები და ასე შემდეგ, ხალბატონი რომ ვერ შექმნა, რა თქმა უნდა ვერ შექმნია, მაგრამ ამას ვამბობ, რომ ეს იდეოლოგია, ამის გატარება ის რაც ხდებოდა გერმანიაში ხა რაისბურგერმა რა გონია თქვენო სამეფო ჩამოაყალიბეს იქ და მართლა მეფე იყო ის ადამიანი, თავარი არსი 20,000 წევრი ყავდათ, 20,000. წარმოგიდგენთ ჩვენთან 20,000-იანი წევრიანი ორგანიზაცია რო იყოს, იმას თითი დაადოს ვინმე, ასე რომ აი ეს 20,000 წევრიანი ორგანიზაცია გააუქმეს იმის გამო, რომ ადამიანი თავს მეფეს ეძახდა, პარალელურ სტრუქტურებს ქმნიდა, ამბობდა რომ ნუ გადაიხდით გადასახადებს, არ არსებობს სახელმწიფო გაუქმებულია, ამიტომ ჩვენ ამას იმსჯელებს პარლამენტი, ამაზე იმსჯელებს პარლამენტი თუ რა არის? უპასო ამ თემას ბარე მორჩები ამ თემას მით. ვინც ოღონდ კიდევ ერთხელ ჩვენი სამიზნე ჩვენი სამიზნე არის ჩვენ კონსტიტუციური წყობის დაცვა და დემოკრატიის დაცვა. ეს არის მთავარი სამიზნე. შესაბამისად, ვინც არღვევს ამ პრინციპებს, ის სწორედ იმას მიემართება ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება კონსტიტუციური წყობის დაცვას. ამიტომ მთავარი რა არის, მარტივი კითხვა არის. თქვენ ამ იდეაში რა არ მოგწონთ? თქვენი აზრით, გერმანიაში რა მაგალითად მოხავს თქვენ? ეს ხო უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობა. ამერიკაში მემარცხენე არის უკიდურესად. რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენას და მარცხენას? აბსოლუტურად. აი, გერმანულად საუბრობენ ან ქართულად, ეგეც სხვაობაა. ასე შემდეგ. სულ სხვა სამყაროს ქმნიდნენ ასე ვთქვათ იქ და აქ არის უბრალოდ თქვენი ლეგიტიმაციის აღიარება და გადაწყვეტა და ამაში გაწუხა და ასე აქ არ არის საუბარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, აქ საუბარი არის სახელმწიფოს აღიარებაზე. ეს არის სწორედ, ეს არის მთავარი საკითხი, რაც მათ შორის გერმანიაში, ეს არ არის მარტო გერმანიის მაგალითი, სხვა ქვეყნებშიც არის იგივე გამოწვევები და იგივენაირად პასუხობა. ეს არის სახელმწიფოს არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, არცნობა და ზუსტად ისი ამოცანაც არის, რომ საზოგადოებაში მათ მომხრეების რადიკალიზება იმისთვის, რომ შემდეგ რო გავიხსენოთ მაგალითად ფიცოს მაგალითი გვახსოვს ჩვენ, როდესაც გავარდა იარაღი და გახსოვთ მისი განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ახდენს რადიკალიზებას ადამიანების, იმით რომ არ წმუნებს მათ და მათ შორის სხვა შორის გერმანიაში იგივე მაგალითი არის, რომ რასამომდა ეს რაიხსბურგერების მოძრაობა, რომ გერმანია არის ოკუპირებული და ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ხო ვერ ხედავთ პარალელებს შემთხვევით ჩვენი ექსტრემისტების რიტორიკაში, რომელიც ასევე ამბობენ, რომ საქართველოს იმართება საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ეს ტერმინები ხო იცით თქვენ, ხო გაგიგიათ? საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამით რისი მიღწევა უნდათ ასეთ ჯგუფებს და ასეთ იდეოლოგიას, რომ თავის მომხრეებს ჩაუნერგონ აზრი, რომ ხელისუფლებაში არის საოკუპაციო რეჟიმი, ანუ არის დანიშნული სხვა ქვეყნიდან, იმართება სხვა ქვეყნიდან, ამიტომ არ არსებობს სინამდვილეში პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, პოლიცია, ჯარი, არაფერი არ არსებობს, კონსტიტუციური ორგანოები არ არსებობენ, იმიტომ რომ არის ოკუპაციის ქვეშ არის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, ამიტომ და ეს ამ იდეოლოგიის მიზანი არის თავის მომხრეების რადიკალიზება, რომ უთხრან ყველა ზომა არის ამიტომ დასაშვები. და რა თქმა უნდა, თუ კი იტყვი და თუ კი დაარწმუნებ იმას, რომ შენი ქვეყანა ოკუპირებული არის, შენს ხელისუფლებაში გიზის ოკუპანტის მიერ დასმული ადამიანები, რა თქმა უნდა, აქ უკვე ყველა ამ იდეოლოგიას ატარებ, რომ ყველა ზომა არის დასაშვები, მოკიდე ხელი იარაღს და წადი და გაისროლე. აი ამ იდეოლოგიას ემსახურებოდა რაიხსბურგერების მოძრაობა გერმანიაში და ზუსტად ამ იდეოლოგიას ემსახურებიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი მართავს საქართველოს და არა
არჩეული პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, პოლიცია და სხვა ორგანოები, კონსტიტუციური ორგანოები და სახელმწიფო ორგანოები. ამიტომ კიდე ერთხელ და შესაბამისად ეს არის მიზანი ამ ასე ვთქვათ ამ ექსტრემისტული იდეოლოგიის მიზანი არის საკუთარი მომხრეების რადიკალიზება იმისთვის რომ შემდეგ ყველა მეთოდზე წავიდნენ და ამიტომ მივიღეთ 4 ოქტომბერი სადაც რამდენიმე 1000 საქართველოს თანამოქალაქე ჩვენი რამდენიმე 1000 გამოვიდა თავისუფლების მოედანზე ნეპალის მოსაწყობად მათ წინასწარ იცოდნენ რომ იქ ვინც მივიდა თითოეული ადამიანი და ეს არაერთხელ მithქვა ინჟინერიც, ექიმიც, მასწავლებელიც, ვინც მივიდა იქ ნებისმიერი ვინც იყო სტუდენტი, ყველა იქ ვინც მივიდა იმ განწყობით რომ მოეწყოთ ნეპალი, ეს იყო დაანონსებული, ანუ სისხლიანი გადატრიალება საქართველოში და დაიწყეს ამის განხორციელება კიდევაც, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანეს შტურმი და ერთადერთმა რამემ გადაგვარჩინა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის პრევენციულმა მოქმედებამ, იმ მომენტში მოქმედებამ 30 პოლიციელის და დაცვის სამსახურის და სხვა სტრუქტურების თანამშრომლების მოქმედება, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში. ამიტომ კიდე ერთხელ ხას უსვამს, რომ 4 ოქტომბერი მხარდაჭერილი იქნა გარედან და 4 თვის თავზეც კი არ გმობს და არ ემიჯნებიან ისინი, ვინც მას მხარი დაუჭერს. ამიტომ დიახ, ეს არის რეაქცია იმაზე, რომ არის ცდილობა ექსტრემიზმის გაღუების ექსტრემიზმის ხელშეწყობისა საქართველოში გარედან, ექსტრემისტული მოძრაობების დაკვეთისა გარედან, იმისთვის რომ მოახდინონ რადიკალიზაცია საკუთარი მომხრეების და წაიყვანონ უკიდურესობამდე, წაიყვანონ ასე ვთქვათ ძალადობრივ ქმედებისკენ. გამოაქვეყნა კონგრესმა იურიდიულმა კომიტეტმა ევროკავშირთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში, სადაც საუბარია რომ კომისია გასულ წლებში ერეოდა ზოგიერთი ქვეყნების არჩევნებში დასახელებულია მინიმუმ 6 ქვეყანა. ასევე ანგარიში საუბარია რომ ევროკომისიამ განახორციელა სოციალურ ქსელებში ცენზურა, წერია რომ ცენზურის სამიზნე ძირითადად კონსერვატიული კონტენტია. ასეთ ჩარევებზე აქამდე საქართველოს საუბრობდა, როცა ამერიკაც ამას ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია და თუ შეიძლება ამერიკის ფაქტორმა ევროკომისიის მიდგომებზე გავლენა იქონიოს. ესე ჩვენ ვართ? კიდე ერთხელ მე მგონი და ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე. და სწორედ სიმართლეს რო ეფუძნება ყველა ჩვენი მოქმედება და განცხადება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, შეიძლება რამდენიმე წელი დაჭირდეს იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს, ან აღიარებულ იქნას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ყოველთვის ჩვენი სიმართლე აღიარებულია და ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, რომ დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში, საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ელჩი ჩაერია არჩევნებში და საარჩევნო კამპანიაში იყო თავად ჩართული, მეორე ბრიუსელის დაფინანსებით, მათ პირდაპირ მათ მიერ დაქირავებული NGO-ების მონაწილეობით, რომელიც ახლა უკვე ვიცით, რომ ყალბის სქემები აქვთ, რა ვიცი, ესტონეთში რეგისტრაცია და სხვა ქვეყნების კიდე ღმერთმა უწყის, ვინსად არის და რა რეგისტრაცია აქვს და რა ანგარიშები აქვს გახსნილი ამის გამოყენებით და მას შემდეგ რაც დამარცხდნენ არჩევნებში, 2024 წლის არჩევნებში, მცდელობა რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და ქართული ხალხის ნებას. აუქმებენ 1,200,000 ამომრჩეველს, ვინც ქართულ ოცნებას ხარი დაუჭერს, უბრალოდ აუქმებენ. შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ეს ხალხი უნდა გაყარონ ჩვენი ქვეყნიდან, რაღაცა რეზერვაცია უნდა შეუქმნან და იქ უნდა შეყარონ, რომ მათი აზრი არ არის. ეს ადამიანები მოქალაქეები არ არიან, მარტო ის რამდენიმე ასეული NGO-შნიკი, რომელსაც ფულს უხდიან და არ ქმევენ ქართულ ხალხს, ისინი არიან თურმე ქართული ხალხი და ეს არის პრობლემა. კიდევ ერთხელ ის ცივილიზაციური უფსკრული, საიდანაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, სწორედ ამ ანგარიშიც არის კიდევ ერთხელ ასახული, როდესაც ჩვეულებრივი ცენზურით, არჩევნებში ჩარევით, ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღესასწაულის გადაღებას. დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა საგარეო წევრებთან, ამის ხალხის ინფორმაცია გაავრცელეს, გადატვირთვასთან დაკავშირებით იყო მზაობა გამოხატული, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და ქართული მხარე ამ შემთხვევაში რა პოზიციას აფიქსირებს ამერიკასთან მიმართებაში. ჩვენ სამუშაო ურთიერთობა საგარეო უწყებებს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩვეულებრივ მიმდინარეობს, ასე რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყო, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება
პოლიტიკურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის ჩვენ კვლავ ვართ მოლოდინის რეჟიმში და მნიშვნელოვანი არის რომ ის მზაობა რომელიც არსებობს ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ჩვენი მზაობა იმისა რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა რომელსაც წინა ადმინისტრაციას ქართული ხალხის წინააღმდეგ გაწარმოებდა რომ მათ შორის ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა რაც წარმოადგენდა რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ეს ფურცელი გადაეშალოს და გადავიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რეპუტაციასთან დაკავშირებით არსებობს გრეფისის რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვები რომ არსებობს ამ კონტექსტში საუბრობთ თუმცა ახლა რეალურად ის ახალ სკანდალში ეხება შეიძლება ითქვას რადგან ვფიქრობთ რომ შვეიცარიის ბანკი ნაცისტურ რეჟიმთან დაკავშირებით ასობით ანგარიშის ფარველობაშია ესე ვთქვათ მხილები Das ნიშნავს რომ აგებულა რეალურად ამერიკის სენატი ავლენს იმას რასაც ჩვენ ვიდექის ხო, ამას ახალი ინფორმაცია ჩემთვის იმ ხრივ რომ ასე ვთქვათ, რაღაც ახალი ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა არის რაღაც ასე ვთქვათ დაფარული ასე ვთქვათ ცხადი ამბები, რომლებიც შეიძლება იმის დაფარული გონია, მაგრამ რაღაც პრაქტიკები რო არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროს მეტნაკლებად ცნობილი არის. ზოგადად ერთი რამე გამოჩნდა ბოლო პერიოდში და ამას წინათაც მოუწოდე მე ოპონენტებს რომ გაიაზრონ გარეთ 2026 წელია ეს აღარ არის 2023 2020 თუ კიდე მანამდე წლები როდესაც იქმნებოდა ილუზია თეთრისა და შავისა, კეთილისა და ბოროტისა. სამყარო არ არის ასე მოწყობილი, რომ ის დაყოფილი იყოს კეთილებად და ბოროტებად. სამყარო მრავალფეროვანია და საკმაოდ ნაცრისფერია ხანდახან. ასე რომ ის რაც მცირე ქვეყნებს რაშიც გვარწმუნებდნენ რომ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც ყველა ემორჩილება, დღეს ყველა ვხედავთ, რომ ეს თავის დროზეც გარკვეული ილუზია იყო და ყოველთვის ძლიერებს, დიდები და ძლიერი სახელმწიფოები მოქმედებდნენ საკუთარი დღის წესრიგით. ეხლა უბრალოდ ამას ეს უფრო ღია გახდა ჩვენი დღევანდელ სამყაროში და უნდა გავაცნობიეროთ და შევხედოთ, ამიტომაც არის რომ უნდა მოვიშალოთ ეს ზოგიერთმა ჯგუფებმა წარმოდგენა რომ გამოყვანილი ყავთ თქვათ თუნდაც ევროკავშირის თუ რა ვიცი სხვადასხვა დასავლური სტრუქტურა იქნება თუ რაღაცა ერთობა წმინდა ძროხად რომ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი ქურუმების ნაკრები ბრიუსელში რომელიც გამოდიან და ჭეშმარიტებას ღაღადებენ და მხოლოდ ჩვენი საუკეთესო ინტერესებით მოქმედებენ. სამყარო არ არის ასეთი და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად როდესაც ხედავთ რომ ყველაზე მყირალა ანტირუსი ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდა რომ ყველაზე მაგრად ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით ერთ წვეთ ღვინოს არ აწარმოებენ ლამის. აი ეს არის სამყარო არის ასეთი და ეს მიამიტი სხვისი დროშის მოფრიალე ქართველებს რომელსაც ხედავთ რომ ხან ერთი ქვეყნის დროშა უჭერთ, ხან მეორე თავის ქვეყნის დროშა რო არ ახსენდებათ, აი ამ ხალხს ეხება ეს ყველაფერი. აი ორი კითხვა და წამო. მოკლედ გიპასუხოთ. მოკლედ გიხსოვთ. ერთი კითხვა შეიძლება ის უკვე დაიჭიეს ინდიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელად, თუმცა პრობლემა არის ის, რომ თავად აღშმოიცავდა ძალიან ხშირად აფიქსირებს სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს და მეტიც ახლა გავრცელდა ინფორმაცია რომ პოლიტიკურმა პარტიამ თავისუფლების მოედანმა გავრცელა ანონსი და მიუთითა რომ მათ პოლიტიკურ აქტივობებში ნინო გოგროთინიძე სპიკერის ფორმით ჩაერთვა. თავად ამბობს რომ განათლებაზე უნდა ვისაუბროთ ზოგადად გამოჩნდა ეს პრობლემა რასაც აქტიურ პოლიტიკურ საქმეებში მოწოდა გამარჯვების საპროტესტო აქციაზე ხედავთ ერთ-ერთ უნივერსიტეტის ხალხს. ზოგადად მე ყველას მიმართ მექნებოდა მიმართვა თხოვნა მოწოდება რომ აკადემიურ და განათლების საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ნუ მოახდენ.
და უპირველეს ყოვლისა მიმართავ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, სხვადასხვა უნივერსიტეტებსაც, რომ იმ პროცესში, როცა გამოცხადებული არის ისტორიული რეფორმა უმაღლესი განათლებისა, რომელიც რომელსაც ისტორიული შედეგები ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესების მხრივ, რომ ამ პროცესში ძალიან კარგად დააკვირდნენ და მე მგონი ისედაც კარგად ჩანს და თვითონაც ხედავენ, რომ არ აყვლენ იმ ხალხს, რომელსაც პირდაპირ ზიზღი აქვს იმ აკადემიური პერსონალის მიმართ, ზიზღი აქვს იმ სტუდენტების მიმართ, რომელსაც თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ტექნიკურ უნივერსიტეტზე რომ ვისაუბროთ, ხედავთ სხვა პროცესშიც, რომ პირდაპირ ზიზღი აქვს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მიმართ და როგორც კი მათ სასარგებლოს რაღაცას ვერ გაიგებენ ხოლმე კომენტარში, ხედავთ როგორ ესხმიან თავს რექტორებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს როგორ ესხმიან თავს ეს ადამიანები. ამიტომ კიდევ ერთხელ ენდონ სახელმწიფოს, ენდონ იმ რეფორმის მიზნებს, რომლებიც გაცხადებული არის, უპირველეს ყოვლისა ყველა აღიარებს იმ გამოწვევებს, რომელიც უმაღლეს განათლებას აქვს. აქ ისე არის ცდილობა ხა შემოტრიალების დისკუსიის, თითქოს ყველაფერი გამართულია, ყველაფერი კარგად მუშაობს და მაშინ ესე იგი რეფორმაც არ ყოფილა საჭირო. არა და მანამდე რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა უპირველეს ყოვლისა წარმოადგინა ის გამოწვევები, რომელიც არსებობს უმაღლეს განათლებაში, თვალსაჩინო 7 მიმართულება იყო, არც ერთ მათგანზე ვინმეს არ უთქვამს, ეს არ არის გამოწვევა და პრობლემა. და თუ კი ეს პრობლემები არის, ყველაფერი ხარისხიც, ინფრასტრუქტურაც, მოწყობაც, პარალელური პროგრამების არსებობაც, ეს ყველაფერი თუ კი პრობლემაა, ხო უნდა მაშინ ჭირდება გადაწყვეტა. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მე მოუწოდებ, რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მოაქცევს განათლებას ერთი და განსაკუთრებით მოაქცევენ ამან პოლიტიკური ინტრიგების იარაღად. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ თუკი მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ თავარი მახასიათებელი აკადემიური დისკუსიისა უნდა იყოს არგუმენტი და არა ლოზუნგი. ამიტომ არგუმენტები ვისაც აქვს, მზად არის როგორც განათლების მინისტრი, ისე პარლამენტი და ისე პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ რადიკალიზმისგან, პოლიტიკური ინსინუაციებისგან და პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს. მორჩები და მერე თქვენ გიყვართ. დებატებთან დაკავშირებით მუშინს გონათა დარბაზში თქვენ კოლეგებს ოპოზიციიდან მოუწოდეთ, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა, რომ თავიდან გვახსოვს თანხმობა შემდეგ რადიკალურად შეცვლილი პოზიცია. აი ეს რას ნიშნავს, რამდენი მნიშვნელოვანია იგივე მომდევნო კვირას მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ პრემიერის გამოისმინებენ. მოგეთ რატომ არ იყენებენ ამ შანსს? უბრალოდ გახარიას პარტიას, იმიტომაც ქვია გახარიას პარტია და თავის სახელი ვერ დაიმკვიდროს ვერანაირად, რომ ეს არის გახარიას პარტია. რაც გახარია, ის პარტია. ხო მithქვა თავის დროზე, რომ ეს ადამიანი არის ბოლი და შესაბამისად არის მისი პარტია. ბაქი-ბუქიაც არის. კიდევ ერთხელ ბაქი-ბუქობენ სხვა პლატფორმებზე და აბა გამოდით და აბა თუ ბიჭები ხართ და დებატები იყოს და ბოლოს შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც იყო, მაგრამ გაისმა ზარი ბერლინიდან ჩახსნეს იქიდან. როგორც ჩახსნეს თავის დროზე 2024 წელს გახსოვთ, მაშინ ჩვენი მზაობა რომ ქონოდა ღია დებატები იმ ძალებთან, რომელიც მაშინ ძალადობრივ შტურმით იყვნენ დაკავებული პარლამენტთან და მაშინაც როგორც ჩახსნეს უცებ ეს ხალხი, ვინც მზაობა გამოხდა დისკუსიაში. ამიტომ უფრთხილდით ზარს ბერლინიდან, დაუჯერეთ გზას, არ ვიცი, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ან სხვა კუთხეებიდან. ხო ტელევიზია ხო? აი ამაზე კიდევ ერთხელ რატომ არის განათლების რეფორმა საჭირო? ამაზე რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონცეფცია, სადაც 7 მიმართულება იყო, 7 გამოწვევა იყო დასახელებული დეტალურად. ყველა დაეთანხმა ამ პრობლემას და გამოწვევას. ყველა. არ არსებობს ოპონენტი რადიკალიც კი, რომელსაც თქვა, რომ ამ 7-დან რომელიღაცა არ იყო გამოწვევა და არ იყო პრობლემა. შესაბამისად, თუ კი პრობლემა არის ხარისხი
თუკი პრობლემა არის ინსტიტუციური მოწყობა და პარალელური პროგრამები, თუკი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა, ამ პრობლემის გადაწყვეტა ჭირდება ხარისხის გაუმჯობესებით, ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებით, პარალელური პროგრამების არსებობის აღმოფხვრა. ზუსტად ეს არის, სადაც ვიტყვით 100 იქ უნდა ვთქვათ ბედს და მივყვეთ საქმეს ამ ნაბიჯების განხორციელების პროცესში არის. შესაბამისად ახლა თუკი ვინმეს აქვს ასე ვთქვათ რაღაც კრიტიკული მოსაზრება, მათ არ უნდა თქვან რომ სინამდვილეში ის გამოწვევა არ არსებობს. სინამდვილეში უმაღლესი განათლების ხარისხი კარგია საქართველოში, მაშინ ეს თქვა. რომ კარგი ხარისხია, ინფრასტრუქტურა კარგია, ინსტიტუციური მოწყობა კარგია, ყველაფერი კარგია, ანუ ეს უნდა თქვან, რომ კი ბატონო პრობლემაა, მაგრამ ასე უნდა გადაწყდეს და კიდევ ერთხელ ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ იმაზე, როგორ იყოს გადაწყვეტა, მაგრამ პრობლემა რომ არსებობს და ეს პრობლემები რაც ჩამოითვალა, ამაზე დისკუსია დასრულებული არის იმ მხრივ, რომ ყველამ აღიარა, რომ არის 7 მიმართულება, სადაც არის პრობლემა. ბატონ შალვა, ორ კითხვას დაგისვამთ, სამ შვედეთთან დაკავშირებით პირველ რიგში, თქვენ შეშფოთებული ხართ თუ არა შვედეთში განვითარებული მოვლენებით, იმიტომ რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არაერთი შეშფოთების მიზეზზე ისაუბრა, თქვენთვისაც შემაშფოთებელი არის თუ არა შვედეთში განვითარებული მოვლენები და ეუთოს ქვეყნებთან ითანამშრომლებდით თუ არა, თქვენ როდესაც ჩამოვლენ ისინი საქართველოში. პირველი რა არის იცით ჩვენ და ამ განცხადების მიზანიც მათ შორის ის არის რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი, არავინ. დიდ პატარობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. მით უმეტეს შვედეთს, როდესაც შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას და ცხვირაწეული გვესაუბრება ჩვენ და ჭკუას გვასწავლის რაღაც მიმართულებებით, არ ვიცი მე 3000 სლოვანი სახელმწიფოების მქონე საქართველოს, რომელსაც დემოკრატიის 100 სლოვანი გამოცდილება აქვს და იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული დემოკრატია, სადაც არჩევითობის პრინციპი დამკვიდრდა და ვერ გავიგე რატო უნდა ვასწავლებინოთ ჭკუას ხვებს და რატო უნდა მიუთითოთ ხვებს იმ ხარვეზებზე, რომელიც მათ ქვეყნებში არის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მიუთითებთ იმ ხარვეზებზე და მოვითხოვთ კიდევაც რა რეაგირება იქნება ამაზე, ძალიან გვაინტერესებს. კიდევ ერთხელ, ან ჩვენ ავყვებით იმ მცირე უსამშობლოების ჯგუფს, რომელიც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო ასე ვთქვათ, რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით და საბჭოთა მოსკოვიდან ჭკუას გვასწავლიდნენ და რევიზორები ჩამოდიოდნენ და მეორე მდივნებს გვინიშნავდნენ, ან ესე წარმოგვიდგენია ჩვენ ევროკავშირი, როგორც კავშირი, ასე ვთქვათ, არათანაბრებისა. ან ჩვენ ვიქცევით როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითხოვს პატივისცემ მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომ რა თქმა უნდა შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის მიმართ, სხვების მიმართ. თქვენ რა ბერლინში როგორც ხდება დაშლა დემონსტრაციების, ხო გაქვთ ნანახი? ის ბრუტალური ძალადობა, რომელსაც ჩვენ პოლიციის მხრიდან ხედავთ პირდაპირ ეთერში, როდესაც ბერლინში თუ სხვა დედაქალაქებში ხდება ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ამაზე არ ვთქვათ არაფერი. არ ვთქვათ იმაზე, რაც თუნდაც გრენლანდიაში დანიამ გასულ რამდენიმე ათწლეულის წინ და მათ შორის ევროკავშირის წევრობის დროსაც კი 90-იან წლებამდე მიდიოდა ის სტერილიზაციის პროცესი, რომელიც შეფასებულია როგორც ფაქტობრივი გენოციდი გრენლანდიის აბორიგენი მოსახლეობისა და იმ მოსახლეობისა, რომელიც გრენლანდიაში არის და დღემდე გამოძიება არ არის დასრულებული, რომელიც დაიწყო წელიწადნახევრის წინ, მას შემდეგ რაც ეს სკანდალი გაწყდა და მოითხოვეს გამოძიება, არ არის გამოძიება დასრულებული დანიაში იმ პრაქტიკასთან, როდესაც კიდევ ერთხელ გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევარის არანებაყოფლობითი სტერილიზაცია მოხდა. იმისთვის რომ კონტროლი ყოფილიყო შობადობის გრენლანდიაში და ის ზოგიერთი მკვლევარის მიერ შეფასებულია როგორც გენოციდი. დღემდე გამოძიება არ არის დასრულებული, დღემდე არავინ არ არის დასჯილი ამის გამო. ჩვენ მოვისმენთ მხოლოდ პოლიტიკური ბოდიში, ზოგიერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის მხრიდან, მაგრამ სამართლებრივი შედეგი დღემდე არ დამდგარა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამე, რომ
ჩანდეს ის ფარისეულობა, რომელსაც აქვს მსოფლიო პოლიტიკაში ადგილი. როდესაც საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს და ჩვენ თვალში ეძებენ ბეწვს. აი ეს არის, როდესაც ის სახელმწიფოები, რომლებიც ერთის მხრივ თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე ორი პარტია მოხსნეს საერთოდ არჩევნები და 2 დღით ადრე. ხმა საერთოდ გაგიგიათ ვინმე ხმა სუსი რაიმე კრინტი ამაზე დაძმული არ გაგიგიათ ტელევიზიებს ხურავენ უკრაინაში 20-ზე მეტი პარტია არის გაუქმებული რამე სიტყვა გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია იცით როდის ამოიღეს ხმა როგორც კი უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ რაღაცა ნაბიჯი დამოუკიდებლად გადაედგა და ნაბუს ეხებოდა ხო ანტიკორუფციულ ბიუროს თვალსები როდესაც მისი რაღაც რეფორმირება გადაწყვიტა აი იქ ამოიღეს ხმა სადაც მათი ინტერესია რომ ხელისუფლების ბერკეტები კონდეთ როგორც კი იმაზე შეხება გადაწყვიტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმ მომენტში აღმოჩნდა რომ თურმე ზელენსკის გარშემო კი არის კონსოლიდირებული უკრაინელიერი იმ მომენტში გამოჩნდნენ კარდონიანი NGO-შნიკები, რომელმაც ომის პირობებში, აი რაკეტები რო დაცვივა და კიევი რო იბომბება, ხო იმდენი პრობლემა რო აქვს უკრაინას, კარდონებით გამოვარდნენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების მეხუთე მუხში მესამე პუნქტი რატომ გინდა ასე შეცვალო. ხმა არ ამოიღო ბრიუსელმა პარტიების გაუქმებაზე, ხმა არ ამოიღო ტელევიზიების გაუქმებაზე, ხმა არ ამოიღო მათ შორის კორუფციაზეც ხმას არ იღებს და როგორც კი სახელმწიფო ბერკეტი რომელიც პირდაპირ გარედან არის მოწყობილი და მართული როგორც კი იმის შეხება გადაწყვიტა ზელენსკიმ იმ მომენტში გამოუყვანეს თავისივე მოქალაქეები NGO-შნიკები და კარდონები დააყენეს დედაქალაქში სადაც ყოველწუთი შეიძლება ბომბი ჩამოვარდეს. მაშინაშავა ირანთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ ქართულ ოცნებასა და ირანის რეჟიმს შორის ბრიტანელი დეპუტატები ტოლობის ნიშანს სვამენ ივანიშვილის შორის ჭიდრო კავშირზე არის irანთან ტოლობის ნიშანს სვამენ ირანსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის და იყო საუბარი თემთა პალატაში რომ ესე იგი საქართველო ძალიან უახლოვდება ირანს ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ალვაში და ძალიან ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმი ირანის რეჟიმს. როგორ უპასუხებთ ამ ძალდებებს და დასავლეთიდან პარტნიორებს ირანში და აზიაში ეწევს? ირანი იყენებს შავ ზღვას და საქართველოს იყენებს ირანის სანქციების გვერდის სასწავლებლად. ეს არის თემთა პალატაში განხილვის დროს საქართველოს საუბარი ირანის კონტექსტში. შევწყვით. ახან თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაცა თქვა არაფერი. იმედია საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის რომ კარგი ვახშამი ჩამონდა ოჯახს რამე უყიდონ და ამით მაინც რაღაც სარგებელი მიუტანონ თავის თავს. აქ არის დიდ მე სერიოზული ბრალდება წაუყენე რომ კორუმპირებულები არიან და ფულს იღებენ ამ განცხადებაში. ისიც ვინ განცხადება ასევე. გამშოლობა უყურეთ ჩვენ ხედავთ მომხელო ბრალდებას უყენებთ არ იცით ვინ ამბობს. იმიტომ რომ ასეთ ტყუილების უკან რადგას ჩვენ ვხედავთ ხოლმე ფარადან. ინგლისში არ არის გამჭვირვალე სამწუხაროდ პოლიტიკური ფული, როგორც ეს უნდა იყოს, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ინგლისში, თორემ ზუსტად იგივე სისტემა მოქმედებს, როგორც სხვაგან მოქმედებს ხოლმე, ტყუილებს ახლა ადამიანი მაზოხისტი ხო არ არის, გამოვიდეს და ტყუილები ილაპარაკოს, ხომ? ამისთვის რაღაც სარგებელი აქვს დიდი ალბათობით, ასე რომ, არ ვიცი, იმედია რომ კარგი სარგებელი მიიღო და თავის ოჯახს მაინც გამოადგება ეს, მაგრამ განცხადებას მათ ასეთ განცხადებებს ფასი არ აქვს ეს ყველა მიცის და ყოჩაღ მათ რომ ასეთ არაფრის მომცემ განცხადებებს ყიდიან და იმედიას არფიანად ყიდიან. სოციალურ ქსელებში არქივიდან თქვენი ფოტოები მაგალითად საიას ოფისში იმყოფება არ გამოვხმაუროთ ამ ფოტოებს ინჟინერთან ერთად ხერხად ვაჯაშავა მაგიდასთან საიას ოფისში როგორც ამბობენ ვისაც ეს სტრადაცხადებს და აგენტება დაცხადებთ და აი ამ NGO-ში ხო, სხვა ფოტოებიც არის, სადაც სხვა ფოტოებიც არის შარშან წინდელი, სადაც იგივე NGO-ებთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეები ვარ გვალმოგიძასთან. მე ანუ რა ფოტო რას გეუბნებათ, რას გონებთ? NGO-თან არ მიმუშავია NGO-ში. არ ყოფილა ხო, ნუ სასწაული არის ის ფოტოვიზუალური ჟონგლიორობა, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, ძალიან საინტერესოა. სხვა ჩვენ შენი სხვა ფოტო დაიდო, სადაც მოქმედი
პრემიერი ბატონი ირაკლი კობახიძე და მე ვარ. სადაც ის არის საერთაშორისო, სადაც იმ ფოტოზე ბატონი ირაკლი კობახიძე არის საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP-ის თანამშრომელი, ხოლო მე სამთავრობო ორგანიზაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომელი. ასე რომ კონსტიტუციის ცვლილებაზე ვსაუბრობდით, ვახტანგ ხმალაძე იხსენებს მე შალვა პაპუაშვილი ირაკლი. კი, ხო, მე რა, ანუ ფინანსებით თქვენ ქართულ პოლიტიკაში საქმე მოგეთ პირველი ფაქტები რომ გავასწოროთ. ფაქტები რომ გავასწოროთ, იმიტომ ეს თქვენ ფოტოვიზუალური ჟონგლიორობაც გამოიყვეს, რომ კიდევ ერთხელ არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არ ყოფილა დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე ვიყავი სამთავრობო ორგანიზაციაში. ერთი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთი, მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო ჩვენი არა მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ მდგომარეობამდე, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა, არათუ კარი გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს, სახელმწიფოებს გული და სული გაუღო. რომ ჩვენ ქვეყნის მოწყობის დროს ჩვენ ისინი თანამონაწილე გავხადეთ ჩვენი სახელმწიფოს მოწყობისა. მე მახსოვს მაშინ ზუსტად მუშაობდი გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციაში, მახსოვს ერთი ჩემი განცვიფრება, მათ შორის გახდით პარლამენტში, ირაკლი კობახიძე გახდათ პარლამენტის თავმჯდომარე და ზუსტად აქ ბიუროს კაბინეტი იყო, იქ იყო შეხვედრა სასამართლო რეფორმაზე. და კარგი მე მისული მაინც ხა იურისტი და აქედან გამომდინარე თქვა იმ ჯგუფში ვიყავი განხილვისა. იყო უმრავლესობა, ოცნება მაშინ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი და ასევე მაგიდასთან იჯდა ევროკავშირის ელჩი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, ევროსაბჭოს ელჩი, გერმანიის ელჩი და ელჩები. ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ, რომ იცით რა, მოსამართლეების შერჩევის დროს მესამე მუხლი ასე იყოს თუ არა და მახსოვს ჩემი პირველი გაკვირვება, რომ ელჩების დონეზე იყო ჩართულობა შიდა საკანონმდებლო პროცესში. ასე იყო, არათუ მე ყოფილი ვარ იქიდან, მე აქედანაც ჩართული ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. გეტყვით, მიუყვე ბოლომდე. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს აქ ყოფილა ელჩები რომ მოსულან და აგერ აკრედიტაციის წესები რომ დავაწესე, ერთმა ელჩმა მითხრა რომ კი მაგრამ ეს რა არის, ბოლოს მართლა უთხარი, აი ვინ გეკითხებათ, გეუბნები მე საელჩოში როგორ შეუშვა ჟურნალისტი და როგორ არ შეუშვა. ამ დონეზე გაუღეთ კარი, ამ დონეზე ვაჩვენეთ მეგობრობა, ამ დონეზე ვაჩვენეთ როგორ გვესმის ჩვენ პარტნიორობა. მაგრამ ვიღაცეებმა ეს გაიგეს როგორც დაქვემდებარება და მორჩილება. და აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი გულღიაობა, ის რომ ჩვენ შემოუშვით ჩვენს ოჯახში და სიტყვა ვათქმევინეთ, დაიწყეს და ჩვენი ოჯახის წევრებიდანვე, ასე რომ შევადაროთ, ანუ ქართული ორგანიზაციებით გამოყენება იარაღად ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ. და ეს დავინახეთ ჩვენ ეს პროცესი დაიწყო 2020 წლიდან, გახდა უკვე აშკარა. მანამდე კიდევ ერთხელ არც ის მავნე მოქმედებები იყო ღია, რომელსაც ჩვენ ეხლა ვხედავთ, როცა უკვე ცდილობა ღია, რომ ექსტრემიზმი და პოლიტიკა იყოს ნაწარმოებები გარედან. მანამდე იყო თანამშრომლობა, მანამდე იყო ჩვენი მხრიდან კიდევ საქართველოს მხრიდან ღია პროცესის ჩვენება, რომ ერთის ხო იმის ჩვენება, რომ არაფერი დასამალი არ გვაქვს, ღია ვარ დისკუსიის და პირველი განგაში ზარი რომ უცხოური ფულით არის უცხოური ფული და ჩვენი გულღიაობა პირველი განგაში ზარი ჩვენი გულღიაობა და ღიაკარი ვიღაცამ გაიგო როგორც უფლება რომ ჩვენ პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს და დაგვიმორჩილოს იყო ისვეთის გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები, როდესაც დადასტურდა, რომ დონორთან შეთანხმებით საქმე ქონდა შეთქმულებას ქართული დემოკრატიის და არჩევნების წინააღმდეგ და დღემდე არ გაუკეთებია განმარტება არავის ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იყო 2022 წლის ივნისი, როდესაც კანდიდატის წასვლაზე არ მოგცეს და გამოიყვანეს აქ NGO-ები, რომელიც დადგენ და პირდაპირ პარლამენტის წინ მოითხოვეს, რომ შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელშიც ისინი 1/13 წილით შევიდოდნენ და ვეტოს უფლებით. ამის შემდეგაც კიდევ ვცდილობდით დონორებთან, ელჩებთან
ამის ახსნას და დარწმუნებას მათ, რომ არ შეიძლება რომ პოლიტიკაში ისინი ჩაერიონ. ჩვენ გვესმის მეგობრობა, მაგრამ ჩვენ ვართ ზუსტად მეგობრობისთვის და არა მორჩილებისთვის. მაგრამ ვიღაცას უნდა ჩვენი მორჩილება. აი რომ ვეუბნებოდი რომ რას გავს ეს აქციები, როცა თქვენი დაფინანსებული NGO-ები დგანან პარლამენტის წინ ითხოვენ რომ იყვნენ მთავრობის ნაწილი 1/3 და ვეტოს უფლება. ანუ თქვენ გქონდეთ დონორებს, ხო? მათ დაფინანსების ვეტოს უფლება. იქ იყო რაღაცა ბურდღუნი, რომ არაფერ შუაში არ ვარ, პასუხისმგებლობის არ გაზიარება არაფრის და ამას მოყვა გამჭვირვალობისგან ყველაფერი. ეს არის რეაქცია იმ სამწუხარო პროცესისკენ, როდესაც ჩვენი მეგობრობა ვიღაცამ გაიგო ჩვენს მორჩილებად. და შეეცადა რომ რახან ჩვენ ამდენის უფლებას ვაძლევდით რომ ყოფილიყვნენ თანაზიარი ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ინსტიტუციური თუ სამართლების განვითარების ნაწილისა ეს გაიგეს რომ მათ უნდა მითითებები მოგცენ თუ როგორ უნდა მოეწყოს ჩვენი ქვეყანა და კიდე გავაკეთებ კიდე ერთხელ ამ შედარებას ეს იგივეა თქვენ ოჯახში შემოუშვათ მეზობელი და იმან და კითხოთ რომ რას ფიქრობ ეს ნახატი ამ კედელზე ჩამოვკიდო თუ იმ კედელზე ჩამოვკიდო კითხოთ ერთი წამით შემოუშვა კითხოთ რომ ნახატი აქ ჩამოვკიდო თუ იქ და ამან იმ თქვენმა მეზობელმა ეს ისე გაიგოს რომ მე მეორე დღეს თქვენ და დაუკითხავთ შევიდეს თქვენს ბინაში და გადაანაცვლოს ავეჯი. აი ეს მოხდა საქართველოში. ჩვენ მართლა ვაჩვენეთ მეგობრობა, გეტყვით. ჩვენ მართლა ვაჩვენეთ მეგობრობა, გულღიაობა, ვკითხეთ, როგორ ჯობია ასე გავაკეთოთ ისე და ვიღაცებმა ეს ისე გაიგეს, რომ ჩვენ და დაუკითხავთ, შემოვიდნენ აქ, ანუ ფული შემოიტანონ, ჩვენ და დაუკითხავთ და დაიწყონ გადანაცვლება ავეჯის, რომ ანუ ეს აქ დავდგათ, იქ ის დავდგათ, ეს ასე მოვაწყოთ, ის ისე მოვაწყოთ. ანუ გააუქმოთ ჩვენი სუვერენიტეტი, გააუქმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ბოდიში მოგვითხოვია ყველასთან, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის 40 წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის დათმობა არ გვინდა არაფრის ფასად არ გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობის დათმობა. ბოდოზე ვარ, მე გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი. მიგეთქვით, არ ვიცი. არ გაიხსენეთ. ეს მე თქვენ იმდენ ფოტოს ნახავთ და იმდენი პროცესი იყო რომ რომელი კონკრეტულად რა იყო რა უნდა გავიცი. ხო სხვათა არა ლესიგი, მაგრამ იქ იეწერა პრინციპში. გახლავთ ამერიკელი ერთ-ერთი პროფესორი და მისი კონსტიტუციური რეფორმა იქ კი ბატონო, კონსტიტუციური რეფორმა იყო, რახან ლესიგი იყო ჩამოსული, ხო, სავარაუდოდ, კი ბატონო. მე ვიყავი მათ შორის ხო ამ ჩოს. კი ბატონო, და რა. ჩვენ უყურეთ კიდე ერთხელ ხომ ასე უყურეთ სააკაშოს სულ არ ჭირდებოდა NGO-შნიკობა რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაეტარებინა გახარია სულ არ ჭირდება NGO-შნიკობა რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატაროს ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი რომ როდესაც მათ შორის და განსაკუთრებით კიდე ხაზი მინდა გავუშვა 2020 წლის შემდეგ ის ხალხი ვინც ამ სექტორში არის ხომ 2020 წლის შემდეგ ისვედის სკანდალის შემდეგ როდესაც გაცხადდა რომ NGO გამოყენებულ იქნა დონორის მხრიდან როგორც იარაღი ქართული არჩევნების წინააღმდეგ და ეს ფაქტია რომ ისვედი და მისი დონორი USAID შეთანხმებულად მოქმედებდნენ ქართული არჩევნების შედეგების საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ყალბი შედეგების წარმოსაჩენას და გასატარებლად მითხარით დამისახელეთ აი უყურეთ აი ამის შემდეგ ამ 2000 აი ეს ხო იცით ეს ფაქტი მითხარით ერთი NGO უცხოეთიდან დაფინანსებული რომელმაც ეს ფაქტი დაგმო მითხარით ერთი NGO რომელიც ეს ფაქტი არა იმათო თქვენს შეგვეშალაო და გადადგა ხელმძღვანელმა რომელიმე NGO გახსოვთ და საიარახანასოეთ იმ დროს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ აი ამ პროცესში როდესაც ჩვენ ვამხელდით და ვიყავით თავდასხმის ობიექტი რომ მათ შორის უცხოელი ელჩების მხრიდან რომ ნუ ესხვით თავს ისვეთს მანამ სანამ აღიარებდნენ ჩვენ მქონდა შეხვედრა საიას მაშინ და ხელმძღვანელთან COVID იყო მაშინ და ონლაინ შეხვედრა იყო მე და ჩემ ერთ კოლეგას საიას ხელმძღვანელთან და უთხარით მას რომ აი ესეთი ეჭვი რომ გვაქვს რომ პარალელური შედეგები არის ყალბი ხო ხედავთ რა ხდება
კაი, ჩვენ არ ვერებთ, თქვენ ხო შეგიძლიათ თან დამკვირვებელი არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაცია ხალხ საია. არის ეჭვი რომ მეორე დამკვირვებელ სადამკვირვებელ ორგანიზაციამ გააყალბა ან ყალბ რიცხვებს აქვეყნებს. თქვენი ისედაც თქვენი ვალდებულება არის რომ გამოიკვლიოთ, ხომ არ ხდება ზემოქმედება არჩევნებზე და მეორე კოლეგიალურადაც ხომ ერთი ხალხი ხართ და დაელაპარაკეთ რომ თქვენ რაში არის საქმე. იცით რა მითხრა მაშინ საიას ხელმძღვანელმა? აი ფოტოებს მოშვებით რა აქვეყნეთ. თქვა რომ იცი ეს პარალელურ დათვლაო არ არის ჩვენი სპეციფიკაო და მაგ საქმეში ვერ ჩავერევითო. ასე ხელი დაიბანა მაშინ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO სექტორმა, ხელი დაიბანეს ჩვენი ქვეყნის ბედზე. აი ეს შეხედეს რომ საქართველოს უთხრიან ძირს, საქართველოს დემოკრატიას უთხრიან ძირს, კონსტიტუციურ წყობილებას უთხრიან ძირს, მათი დამფინანსებლების მონაწილეობით და ხელი დაიბანა ამ სექტორმა საქართველოზე. ხელი დაიბანა. ეს არაერთხელ მithქვამს მათთვის. არაერთხელ მიგვიწია შანსი რომ გამოფხიზდით, შეხედეთ სხვანაირად. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და არ ხართ თქვენი დამფინანსებლების კაპრიზების შემსრულებლები. ამიტომ თქვენ სამშობლოს პატრიოტები იყავით და არა თქვენი დამფინანსებლების პატრიოტები და ლოიალურები, მაგრამ ხედავთ რომ სამწუხაროდ ეს ვერავინ ვერ აღიქვა და ეს სწორედ ეს არის ამის რეაქციები. უფრო უარესი გააკეთეს 2020-ზე, უარესი გააკეთეს 2021-ში, როდესაც სააკაშვილის ვითომ წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის პროცესი დაგვიდგეს აქ და რკინა და მეტალი და რა ვიცი რა გქონდა ორგანიზმში. ამაშიც ხო NGO-ები იყვნენ ჩართულები. შეგახსენებთ რომ მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნა რომ საჭირო არის სააკაშვილის სასწრაფოდ გადატანა სალონცას, ამის უკან იდგა NGO-ების მიერ შექმნილი დასკვნები. გახსოვთ თქვენ ზოგიერთი სამედიცინო მიმართულების NGO. 22 წელი, როდესაც პირდაპირ თქვეს რომ ჩვენო უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომელსაც ნული ლეგიტიმაცია აქვს ხალხის მხრიდან და გუშინ ნახეთ დაანონსეს რომ დრაკონული კანონები მიიღებაო, გავიდეთ გავაპროტესტოთ და მოვიდა 20 კაცი. აი ეს არის მათი ლეგიტიმაცია. ეს არის მათი ლეგიტიმაცია. ჩვენს გაუქმებას აპირებენო დაანონსეს. კი არ შემაწუხა. ამან კი არ შემაწუხა. ამან კიდევ ერთხელ ვაჩვენა ყველას რომ 20 ადამიანი რომ არის ასეთ საკითხები და ეს არის მათი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა და ამას ეძახიან შემაშფოთა იმან რომ ამას ეძახიან ქართულ ხალხს. ქალბატონი კოსი რომ გამოდის რომ ქართულ ხალხს დაუჯერეთო თუ ყური დაუგდეთო. ქალბატონი კოსი ვის გულისხმობს? აი ამ 20, 50, აი 200 იყოს. ამ ადამიანებს გონებმა რომ ესენი არიან ქართველი ხალხი 200 და 1,200,000 თუმცა რეზერვაციაში შესაყრელი და არ მოსასმენი ხალხი ვარ და ამ ქვეყნიდან გასაყრელი ხალხი. აი, ბოდიში. მალმეთმა იმუშაოს. ხო, მე დღეს ბიუროს სტომა ვერ წავიყვანი, იმედია უკვე დასახელდნენ წევრები, 14 წევრი, თქვენგან თუ გავიგებ ამ ინფორმაციას. შემდეგი პროცესი არის, რომ ჩვენ დღეს გვექნება შესვენება, იცით, დაჩქარებული კანონპროექტებია და შესვენება იქნება პლენარის სტომის, ჩატარდება დროებით კომისიის სხდომა, სადაც თავმჯდომარეს არჩევენ, დებულებას დაამტკიცებენ, რომელსაც ბიურო უკვე შესვენების დროს დღეს შუადღეს ცნობად მიიღებს და ამის შემდეგ უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება კომისია. რა თქმა უნდა, კომისიას აქვს პარლამენტის სრული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა იქნება თუ ლოჯისტიკური მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ მათ შორის მთავრობის კომისიასთანაც კონტაქტს იმისთვის რომ ის საერთო მიზანი ჩვენ რაც გვაქვს რომ გავერკვეთ ფასების წარმოქმნაში რა წილი აქვს, რატომ ხდება, სად არის რეგულაციის გამოწვევები შეიძლება, სად არის პრაქტიკის გამოწვევები, სად არის არასწორი და ჭარბი მოგების მიღების სურვილი, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სად არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. ეს ცალ-ცალკე არ არის. ამ ბიზნესს მისი სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს. როდესაც ბიზნესს აქვს კომფორტი სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი, საზოგადოების მხრიდან შექმნილი, რომ მიიღოს მოგება და იყოს მომგებიანი, მასაც ამ კომფორტთან ერთად ამას მიხვება მისი სოციალური პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლად მოიქცეს და არ იფიქროს, ასე ვთქვათ, ჭარბ
მოგებაზე ან საზოგადოების ხარჯზე არაპროპორციულ ჭარბ გაუმართლებელ ზე მოგებებს. დიდი მადლობა. ერთადერთი ფასებზე ვიცი უბრალოდ აქამდე რატომ არ შეიძლება მაგალითად თავის ადმინისტრაციაში რომ შედიოდნენ ბიზნესმენები ამბობდნენ რომ წინა პრემიერმაც იცოდა პარლამენტის თავმჯდომარეობაც რომ იყო რაღაც პრობლემები რომლებსაც ცდილობდით რომ მოგვარებინათ თუმცა არაფერი არ გაკეთებულა დაიწყება ორი წლის პროცესი მე შეჩერდა თქვენ რაღაც გეკეთებათ ამ ბიზნესს ჩვენ დაკავებული ვიყავით გარედან ქვეყნის გადატრიალებას რო აპირებდნენ ჯერ თავდასხმები უნდა მოგვეგიერებინა პრეზიდენტის სასახლე უნდა დაგვეცვა არჩევნებში ჩარევისგან უნდა დაგვეცვა ჩვენი დემოკრატია ამას ვამბობ ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით ეკონომიკურადაც უფრო მაღალი მაჩვენებლები გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის და უფრო ბევრი საკითხი იქნებოდა მოწესრიგებული, რომ არა გარედან გამუდმებული მცდელობა, ну მართლა გადაგვეკიდნენ, რომ არა, უნდათო თავისი ხალხი მოიყვანოს ხელისუფლებაში. კიდევ თქვენ საუბრობთ სხვადასხვა საკითხებსაც შეჭრილი, მაგრამ როცა არის ეგზისტენციალური საკითხები, რომ ომი დაიწყოს თუ არ დაიწყოს. ანუ ეს საკითხი რო დგას, ცოტა უფრო რთული და კომპლექსური არის, როდესაც იგერიებ ისეთ თავდასხმებს, ისეთ გავით 13-ზე ნუ არ გადახვალთ მაშინ. ხო ეხლა უშუალოდ ახლანდელ წასულზე თუ მესაუბრებით, ამას ეხება, ხომ? კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენ ხედავდით, რომ არათუ ფასებში თქვენ უყურეთ, პირველი ჩვენ რაც გავაკეთეთ არის, რომ ფასები შევინარჩუნოთ. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელმაც ესეთი პარტნიორი რჩევა ქონდა, რომ მოდი სანქცია დაუწესე რუსეთს, ჩაკეტე საზღვარი, ფრენა არ დაუშვა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის არათუ ფასების დაწევაზე გვექნებოდა დღეს საუბარი. დღეს იქნებოდა ორმაგი და სამმაგი ფასები და ეს დადასტურდა კვლევითაც. თქვენ გახსოვთ, რომ ჩატარდა ანალიზი ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სად ვიქნებოდით? ეკონომიკური ვარდნა როგორ იქნებოდა და ფასები როგორ გაიზრდებოდა? უმარტივესი არითმეტიკა არის, რომ დღეს თუ მაგალითად ფქვილი შემოდის ნაწილი რუსეთიდან ან ბენზინი შემოდის ნაწილი რუსეთიდან, იმიტომ შემოდის რომ ბიზნესი უყურებს სად ნახოს უფრო ხარისხიანი, უფრო იაფად. და იმიტომ ყიდულობს რაღაცას რუსეთიდან, რაღაცას არის თურქეთიდან და ასე შემდეგ. და ამასო ჩაგვაკეტინებდა ბრიუსელი, ამასო ჩაგვაკეტინებდა. რო ჩაგვაკეტინებდა და საწვავს გვეტყოდა და ამას გვეუბნებოდნენ. თქვენ გონი არ გვეუბნებოდნენ, რომ მე რა საწვავს აქეთ ძალიქით და ევროპიდან წამოიღებთ საწვავს. აი ევროპიდან რო წამოვიღებდით საწვავს, აი მე უნდა გენახათ ბენზინი ხო ბენზინად, მაგრამ საწვავზე აწყობილი არის მთელი ჯაჭვი წარმოებისა, ხო? სადაც გაძვირდება საწვავი, იქ გაძვირდება ვაშლიც, ყველაფერი გაძვირდებოდა. სადაც გაძვირდება ფქვილი, იქ გაძვირდება პური. აი ამას გვირჩევდა ბრიუსელი, რომელიც არ თუ გვირჩევდა. აი ხა ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში რო გამოაქვეყნეს და ესე იყო კრიტიკა. რა წერია, ჩახედეთ კიდევ ერთხელ, ეხლაც პირდაპირ გთხოვს, მოითხოვს ჩვენგან, რომ მოვიყვანოთ სრულ შესაბამისობაში მათ სასანქციო პოლიტიკასთან ჩვენი საგარეო პოლიტიკა და მე ეჭვი რო არ იყოს ამას არ გულისხმობ, იქვე უწერიათ, რომ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციები არის. პირდაპირ ეხლა გვეუბნებიან ოქტომბერში გითხეს, რომ დაუწესეთ რუსეთს სანქციებიო, ანუ გააძვირეთ პურიო, გააძვირეთ პროდუქტები, ყველაფერი გააძვირეთო და ჩვენ ამას ვაკეთებთ, არ უჯერებთ ბრიუსელს, რომ არ გაძვირდეს და უფრო მეცაც ვაკეთებთ, ვცდილობთ, რომ აიმენაირად ნახოთ სისტემა, რამდენად იძლევა შესაძლებლობას, რომ გაიაფთეს პროდუქტები. მადლობა.